პირველ რიგში როგორც ჟურნალისტი მე აქ მე ვიცავ ამ ზიამაღლობელის სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვითხოვ მის თავისუფლებას, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ამით მე ვიცავ საერთოდ სივრცეს, რომ ამ პროფესიაში გავაგრძელოთ მუშაობა და არსებობა. მაგრამ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მედიის მხარდაჭერა. ჩვენ მედიის წარმომადგენლება უნდა დავიცვათ მედია მოქალაქეებისთვის. ამიტომ ვართ ახლა ჟურნალისტებთან ერთად აქტივისტებით, თუ ამაზე პასუხი ვინმე საინტერესებს. მაგრამ მაინც მინდა ვკითხვა მოქალაქეებს, ადამიანებს, არ ვიცი, იმ ადამიანებს, რომელთა ხმა მე პირადად როგორც ჟურნალისტ ბათუმელებმა მომაწოდა. და რომ არა ბათუმელები მე ვერ გავიგებდი აჭარელი მეზღვაურების პრობლემებს, რომ არა ბათუმელები მე ვერ გავიგებდი მემთეული ქალების პრობლემებს აჭარის მაღალმთიანეთიდან. საერთოდ ვერ გავიგებდი როგორი მიწაა აჭარაში, აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც უამრავ გიგანტურ პროექტებს აშენებენ. ვერ გავიგებდი უამრავი ჩაგრული ადამიანის ხმას, ვერ გავიგებდი ნამდვილ ამბავს ოცნების ქალაქზე, sadაც უამრავი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს აჭარაში. ამიტომ მე მგონია, რომ ამ ადამიანებს უნდა მივაწვდინოთ ხმა. ის წყარო, ის არხი, რომელიც თქვენს პრობლემებს აშუქებდა, რომელიც თქვენს ხმას აწვდენდა დანარჩენ საქართველოს და პასუხისმგებელ უწყებებს, ის არხი, ის შესაძლებლობაა დღეს დაპატიმრებული მზიამაღლობელის სახით. ეს უნდა ვიცოდეთ. და ჩვენ დღეს ჟურნალისტები აქ ვდგავართ, იმიტომ რომ ზუსტად თქვენთვის, მოქალაქეებისთვის დავიცვათ ეს შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს. ისმოდეს ისეთი მიუკერძოვებელი და პროფესიონალური მედიების საშუალებით, როგორც ბათუმელები და ბათუმელები ერთ-ერთ ურაძესთან ერთად მზიამაღლობელმა შექმნა. აი ესეთი მედიის დამფუძნებელი არის დღეს დაპატიმრებული.